ეს ქვეყანა ოდესღაც ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე გულშემატკივარი და შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი პარტნიორი იყო შუა აღმოსავლეთში. დღეს კი ორივე მათგანის დაუძინებელი მტერია. ირანი, ბირთვული ამბიციების მქონე სახელმწიფო ჩვენ სამეზობლოში, რომელიც ასეთი მოდერნიზებული მუსლიმური სახელმწიფოდან უმკაცრეს თეოკრატიად გადაიქცა. ამ ვიდეოდან კი გაიგებთ, როგორ დამყარდა ირანში შიიტური თეოკრატია, რატომ დაუპირისპირდა ირანი ისრაელსა და შეერთებულ შტატებს და რამდენად ძლიერია ეს სახელმწიფო დღეს გეოპოლიტიკურად. სანამ დავიწყებთ კი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. 1948 წელს ისრაელის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ირანსა და ისრაელს საკმაოდ დადებითი ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ. ირანი გახდა მეორე მუსლიმური ქვეყანა თურქეთის შემდეგ, რომელმაც ისრაელის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა. ყოველდღიურად ხორციელდებოდა პირდაპირი ფრენები თელ-ავივიდან თეირანის მიმართულებით და მეტიც. ირანსა და ისრაელს აკავშირებდა ნავთობცადენი, რითაც არაბეთისა და წითელი ზღვის გავლით ირანს ნავთობი ევროპაში გაჰქონდა. თუმცა ეს იმ დროს, როცა ირანს მართავდა მოჰამედ რეზა ფაჰლავი, ირანის შაჰი 1941-დან 79 წლამდე. შაჰი შეერთებული შტატების მოკავშირე გახლდათ. ის აღფრთოვანებული იყო დასავლური კულტურით, რის გამოც მან ხელი შეუწყო განათლების, ეკონომიკისა და კულტურის მოდერნიზებას ირანში. თუმცა მას ქვეყნის მმართველობასთან რეპრესიული მიდგომები ჰქონდა, რის გამოც შაჰის დროინდელ ირანს ავტოკრატიულ მონარქიად მოიხსენიებენ. სოციალურ ცხოვრებაში შედარებით ლიბერალური მიდგომების მიუხედავად, შაჰის მმართველობისას სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები და მკაცრად იზღუდებოდა პოლიტიკური თავისუფლებები. ავიწროებდნენ ყველას, ვინც შაჰის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა. ერთ-ერთი მათგანი კი იყო სასულიერო პირი აიათოლა რუთოლა ჰომეინი, რომელიც შაჰის საწინააღმდეგო საქმიანობის გამო 15 წელი იყო გადასახლებული და ძირითადად ერაყში ცხოვრობდა. შაჰის რეპრესიულმა მიდგომებმა საზოგადოებაში დიდი წინააღმდეგობრივი ტალღა წარმოშვა. 1978 წელს დაიწყო გამოსვლები კორუფციის, ბენზინის მაღალი ფასების, დაბალი ხელფასების, მაღალი ინფლაციისა და ზედმეტად გაზრდილი სამხედრო დანახარჯების გამო. პროტესტმა შეაღწია თითქმის საზოგადოების ყველა ჯგუფში, მაგალითად ჟურნალისტებში, რომლებიც აპროტესტებდნენ ცენზურას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებში, რომელთა გამოუცხადებლობის გამო აღარ ფუნქციონირებდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები. ასევე საშუალო ფენაში, რომელიც განრისხებული იყო შაჰის დიქტატურითა და პირადი სიმდიდრით, მაშინ, როცა თავად მატერიალურ სარგებელს ვერ იღებდა. თუმცა საპროტესტო მოძრაობას მაინც ტრადიციული მუსლიმები ედგნენ სათავეში. ეს პროტესტი სწრაფად მოედო მთელს ქვეყანას, რის შედეგადაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ამასობაში ირანში ფარულად ვრცელდებოდა აიათოლა ჰომეინის კასეტებზე ჩაწერილი ქადაგებები. ის აკრიტიკებდა შაჰის კორუფციას და შეერთებულ შტატებს შაჰის რეპრესიული რეჟიმის მხარდაჭერისათვის. ამბობდა, რომ შაჰი უნდა დაეჭირათ და გაესამართლებინათ მისი დანაშაულებებისათვის ქვეყნის წინაშე. ირანი კი ისლამურ სახელმწიფოდ უნდა გადაქცეულიყო. ამ მოცემულობაში, როცა შაჰის რეჟიმს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი დაჭერილი ჰყავდა, ხალხმა დაიწყო აიათოლას მოსმენა, რომელიც ჯერ მათი რელიგიური და შემდეგ მათი პოლიტიკური ლიდერი გახდა. მისი ჩანაწერების გავლენით პროტესტის მონაწილეები შენობების სახურავებიდან სკანდირებდნენ ალაჰუ აკბარ, ანუ დიდება ალაჰს. პროტესტის ფონზე 1979 წლის 16 იანვარს შაჰმა ირანი დატოვა. ფორმალურად ის არ დადეგებზე წავიდა, თუმცა ირანელებმა ეს მის გაქცევად აღიქვეს და ქუჩებში იზეიმეს კიდეც. მოჰამედ რეზა ფაჰლავი ქვეყნიდან წასვლის შემდეგ უკან აღარც დაბრუნებულა და 13 თვის შემდეგ 1980 წელს გარდაიცვალა. მისი წასვლიდან ორ კვირაში კი 79 წლის 1 თებერვალს აიათოლა ჰომეინი ირანში დაბრუნდა. 11 თებერვალს რევოლუციონერებმა გამარჯვება გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც ირანის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც შაჰი მოქალაქეების წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის ჩასახშობად იყენებდა, ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს და შაჰის მხარეს აღარ იდგნენ. ამგვარად ირანში ჩამოიშალა 2600 წლიანი მონარქიული მმართველობა და სულ რამდენიმე თვეში რეფერენდუმის შედეგად ქვეყანაში დაარსდა ისლამური რესპუბლიკა, რომლის უზენაესი ლიდერი აიათოლა ჰომეინი გახდა. ეს მოვლენა კი ირანის ისლამური რევოლუციის სახელით არის ცნობილი. სწორედ აქედან იწყება თეოკრატიული ირანის ისტორია, რომელიც ნელ-ნელა ისრაელისა და შეერთებული შტატების მტრად გადაიქცა.
რევოლუციონერებში ანტიამერიკული განწყობები მყარად იყო გადგმული, რადგან ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფაჰლავი ამერიკის ვასალად ითვლებოდა. ეს კარგად გამოჩნდა 1953 წელს, როცა შაჰმა ამერიკისა და ბრიტანეთის დახმარებით გადააყენა პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყი, რამაც გამყარა ქვეყანაში მისი დიქტატურა. სანაცვლოდ კი შაჰი ამერიკისა და ბრიტანეთის ნავთობ ინტერესების ერთგული პარტნიორი გახდა. 1979 წელს ირანის დატოვების შემდეგ შაჰი ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიოდა. სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ კი მას სურდა სამკურნალოდ ამერიკაში ჩასვლა. იმდროინდელი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი კარგად აცნობიერებდა, რომ შაჰის მიღება შეერთებულ შტატებში გააღიზიანებდა ირანის ახალ ისლამურ მთავრობას, ამიტომ თავდაპირველად მოერიდა ამ ნაბიჯის გადადგმას. თუმცა ისტორიკოსების მიხედვით ორი დიდი გავლენის მქონე ადამიანის, ჰენრი კისინჯერისა და დევიდ როკფელერის ეწოლამ კარტერს შაჰის მიღება მაინც გადააწყვეტინა. და იგი 1979 წელს ნიუ-იორკის საავადმყოფოში ჩავიდა და ირანში რევოლუციონერების რისხვამაც არ დააყოვნა. მათ მოითხოვეს შაჰის დაბრუნება ირანში, რათა პასუხი ეგო წარსულ დანაშაულებებზე. შეერთებული შტატების მფარველობამ კი ირანელი რევოლუციონერები ისე გააღიზიანა, რომ მათ შტურმით აიღეს ამერიკის საელჩო თეირანში. 66 დიპლომატი ტყვედ აიყვანეს და 14 გათავისუფლებულის შემდეგ 52 ამერიკელი 444 დღის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ. ეს იყო ანტიამერიკული განწყობების კულმინაცია, რაც ირანში მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა. ტყვეების სიცოცხლე საფრთხე არ დამუქრებია, თუმცა ისინი მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ. შეერთებული შტატების პასუხი კი იყო უპრეცედენტო სანქციები. ირანს გაუყინეს ფინანსური აქტივები, ოქრო, საბანკო ანგარიშები და უძრავი ქონება. შეწყდა ირანიდან ნავთობის იმპორტი. იმ დროს კი ამერიკა 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობს ყიდულობდა ირანიდან. დაწესდა ვაჭრობის შეზღუდვები, რის შედეგადაც ასობით ამერიკული კომპანია ირანის ბაზრიდან გავიდა და შეწყდა ამერიკული იარაღის მიყიდვაც. თუმცა სანქციებმა შედეგი არ გამოიღო და 1980 წელს პრეზიდენტმა კარტერმა გადაწყვიტა პრობლემა სამხედრო გზით მოეგვარებინა. კარტერმა წამოიწყო ოპერაცია არწივის ბრჭყალი, რომლის მიზანიც ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების გამოყენებით მძევლების გათავისუფლება იყო. თუმცა ოპერაცია კატასტროფულად დასრულდა. უამინდობისა და ტექნიკური გაუმართავობის გამო 8 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და მძევლების გათავისუფლება ვერ მოხერხდა. ეს იყო სერიოზული დამცირება შეერთებული შტატებისათვის, განსაკუთრებით პრეზიდენტი კარტერისათვის, რომელსაც მოგვიანებით საპრეზიდენტო კამპანიის დროს მწვავე დაკრიტიკებდა მომავალი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი. საბოლოოდ რეიგანის გაპრეზიდენტების შემდეგ 1991 წელს საერთაშორისო ზეწოლის ფონზე ირანი დათანხმდა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს და ემბარგოს მოხსნის სანაცვლოდ ირანმა ტყვეები გაათავისუფლა. ეს კრიზისი კი შეერთებული შტატებისა და ირანისათვის იმ დაძაბულობის დასაწყისი აღმოჩნდა, რაც დღემდე გრძელდება. რაც შეეხება ისრაელს. ირანის ისლამური რესპუბლიკა ისრაელს ამერიკის კოლონიზაციის მცდელობად აღიქვამს შუა აღმოსავლეთში. ისლამური რესპუბლიკისათვის ებრაელები თავიანთ ისტორიულ მიწაზე კი არ დაბრუნდნენ, არამედ დასავლეთის თაოსნობით ჩაასახლეს იმ მიწაზე, საიდანაც შემდეგ ადგილობრივი მუსლიმი პალესტინელები განდევნეს. შესაბამისად, ირანი ისრაელის არსებობას აღიქვამს როგორც დასავლეთის კერას და ისლამზე თავდასხმას თავის რეგიონში. ამასთან ერთად, ისრაელის მოსახლეობა თავისი ცხოვრების წესით წარმოადგენს თანამედროვე დასავლური პრინციპების სახელმწიფოს, რაც ეწინააღმდეგება ირანის ტრადიციულ რელიგიურ წარმოდგენებს. ამიტომ ირანს მთელი ტერორისტული ქსელი აქვს შექმნილი შუა აღმოსავლეთში ისრაელისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ირანი არ არის ხელწამოსაკრავი ძალა და არა მხოლოდ ბირთვული იარაღის გამო. ჰამასი ღაზას სექტორში, ჰეზბოლა ლიბანში, ჰუსიტები იემენში და სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები ერაყსა და სირიაში. ერთად ირანის ეგრეთ წოდებულ წინააღმდეგობის ღერძს ქმნიან, რითაც ირანს საშუალება აქვს პროქსიომები აწარმოოს მისი მოწინააღმდეგე რეჟიმების წინააღმდეგ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია არაპირდაპირ მესამე ძალის გამოყენებით წამოიწყოს კონფლიქტები ისე, რომ თავად ირანი არ გახდეს საომარი მხარე. მაგალითად, დღეს ფორმალურად ომი მიმდინარეობს ისრაელსა და ჰამას შორის, თუმცა რეალურად ჰამასი ირანის მხარდაჭერის გარეშე ვერ გაძლიერდებოდა.
ანალოგიურად ისრაელის თავდასხმები სამხრეთ ლიბანში ოფიციალურად წარმოდგენილია როგორც ბრძოლა ჰეზბოლას წინააღმდეგ და არა უშუალოდ ირანის წინააღმდეგ. ეს ირანისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ირანის მიერ დაფინანსებული, გაწვრთნილი და შეიარაღებული ჯგუფები წარმოადგენენ მის ფარს, რომელიც ერთი მხრივ იცავს ირანს პირდაპირი კონფრონტაციისაგან და მეორე მხრივ აძლევს მას შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით შეუტიოს ისრაელს. თუ გსურთ დეტალურად გაიგოთ ამ ტერორისტული დაჯგუფებების წარმოშობისა და მათი ირანთან კავშირის შესახებ, არ გამოტოვოთ ეს ვიდეოები. ლინკები აღწერაში გელოდებათ. ჰამასის, ჰეზბოლას, ჰუსიტებისა და სხვა ჯგუფების დაფინანსებასა და შეიარაღებას ასევე დიდი ფინანსები სჭირდება. ამ სტატიის მიხედვით, ირანს თავისი პროქსი ჯგუფების მხარდაჭერა ყოველწლიურად $800 მილიონი უჯდება. მაგრამ საიდან აქვს სანქცირებულ ირანს ამდენი საშუალება? მაგალითად, ამ სტატიის მიხედვით, ირანის ნავთობის დაახლოებით 90%-ს ჩინეთი ყიდულობს მალაიზიისა და სინგაპურის გავლით. მალაიზიაში ჩასული ირანული ნავთობპროდუქტები შემდეგ გადიან ადგილობრივ რებრენდინგს და სანქციების გვერდის ავლით შემდეგ მიდის ჩინეთამდე როგორც მალაიზიური პროდუქცია. გარდა ამისა, ირანი თავად აწარმოებს თითქმის ყველაფერს ავტომობილებიდან და მეტალებიდან დაწყებული პლასმასის პროდუქტებით დამთავრებული, რაც ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით მესამედს შეადგენს. ამ მასშტაბის წარმოებისათვის ირანს ასევე სჭირდება ნედლეული შეძენა, რასაც ასევე ირანი ახერხებს სანქციების გვერდით ავლით, მაგალითად ეგრეთ წოდებული ჰავალას სისტემის გამოყენებით. ჰავალა წარმოადგენს ტრადიციულ ნაღდი ფულის გადარიცხვის სისტემას, რომელიც ბანკების გვერდის ავლით პირად ანგარიშებზე და ნდობაზეა დაფუძნებული და ბევრ ქვეყანაში რეგულაციის მიღმა რჩება. პირობითად, ჰავალას ბროკერ მუჰამედს შეუძლია თეირანში მთავრობის მიერ მიცემული ფული მიიღოს და მის მოკავშირე ბროკერს ალის დუბაიში გაუგზავნოს. ალი კი შემდეგ ამ თანხას შეიტანს ადგილობრივ ბანკში, რაც შემდეგ შეიძლება პირდაპირ დასავლურ კომპანიებამდეც კი მივიდეს. ამ სტატიის მიხედვით, ირანმა დასავლეთისა და გაეროს სანქციებისაგან თავის ასარიდებლად შექმნა არალეგალური გლობალური ქსელი, ჩრდილოვანი საბანკო ეკონომიკა, რომლითაც მრავალი წელია ამუშავებს თავის ეკონომიკას. და მიუხედავად იმისა, რომ ჰავალას სისტემა კონტროლირდება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ანალიტიკოსები ხშირად საუბრობენ საამიროების როლზე ირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემაში. ირანს ასევე აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, რაზეც იშვიათად საუბრობენ, თუმცა მას დიდი როლი აქვს ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაში. როგორც ვიდეოში უკვე ვახსენე, 1980 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანში სამხედრო საჰაერო ოპერაციის განხორციელება ტყვეების გათავისუფლების მიზნით, მაგრამ ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა და ეს შემთხვევითი არ არის. იმავე წელს აიათოლა ჰომეინის რეჟიმის წინააღმდეგ ომი წამოიწყო ერაყის ლიდერმა სადამ ჰუსეინმაც, თუმცა მისი არმია და მძიმე ტექნიკა ირანის მთიან რელიეფში გაიჭედა. სანამ სამხედრო სტრატეგოსები გეგმავდნენ როგორ გაეკვალათ გზა მთებში, ირანის ძალებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს. ქართველებს და ზოგადად კავკასიელებს კი კარგად გვესმის, რამდენად რთულია სამხედრო გზით აიღო ქვეყანა, რომელიც მთებითაა შემოსაზღვრული. ირანის შემთხვევაში კავკასიონის მსგავსი ბუნებრივი ბარიერია ზაგროსის მთები დასავლეთიდან, ხოლო ჩრდილოეთიდან ელბურსის მთები, რომელიც მკაცრ უდაბნოებს უკავშირდება. ჩრდილოეთიდან ირანს ესაზღვრება კასპიის ზღვა, ხოლო სამხრეთიდან სპარსეთისა და ომანის ყურეები, რომლებიც ერთმანეთს ჰორმუზის სრუტით უკავშირდებიან. სწორედ აქ გადის მსოფლიო ნავთობის მოხმარების 20-30%. ამიტომ, თუ ჰორმუზის სრუტე დაიბლოკება ან საფრთხე შეიქმნება, ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზრდება, რაც პირდაპირ იმოქმედებს მსოფლიო ბაზრებზე. ეკონომიკაზე და წარმოებაზე, რადგან ნავთობი დაკავშირებულია ეკონომიკის თითქმის ყველა ეტაპთან, იმპორტთან, ექსპორტთან თუ ადგილობრივ წარმოებასთან. სინამდვილეში ირანს ჰორმუზის სრუტის სრულად ჩაკეტვაც კი არ სჭირდება, მხოლოდ საფრთხის შექმნაც საკმარისია, თუნდაც სიტყვიერად, რომ მსოფლიო საფონდო ბირჟებზე პანიკა დაიწყოს. ამიტომ, რომელი მხრიდანაც არ უნდა მიუდგე ირანს, მისი სამხედრო გზით აღება ნებისმიერი ძალისთვის დიდი გამოწვევა იქნება. შესაბამისად, ატომურ იარაღთან ერთად ირანს აქვს კიდევ 3 დიდი უპირატესობა: წინააღმდეგობის,
ღერძი, ჩრდილოვანი ეკონომიკა და უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მას ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ აქცევს დასავლეთის წინააღმდეგ. ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობა გრძელდება. დონალდ ტრამპმა ღიად განაცხადა, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ატომური იარაღი. ამის შემდეგ ექსპერტებს შორის მიდის მსჯელობა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ორ მხარეს შორის, მაშინ, როცა ირანი არ აპირებს თავისი ატომური მარაგების დათმობას, ხოლო შეერთებული შტატები არ აპირებს გულხელდაკრეფილი უყუროს ირანის გაძლიერებას. ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი კომენტარებში დამიტოვეთ. ვიდეოს ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ მხარი დაუჭიროთ და გამოიწეროთ დამოუკიდებელი ინიციატივა ცნობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონტენტის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამოვყვეთ Instagram-ზე, TikTok-ზე, X-ზე და Spotify-ზე. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.